ჩვენ ვიმყოფებით თბილისში ზიპლაინის ახალ ფილიალში, რომელიც მდებარეობს მერაბ ალექსიძის პირველ ნომერში გაიხსნა ზიპლაინის მეორე ფილიალი. პირველი ნომერი არის ესეთი ოთხკუთხედი корпуსი და ტაქსი თუ მოდიხარ, ტაქსას პოხოი არ შემოდის, თო ტაქსი იქეთ გტოვებთ რა. პიცა ჰატიდან იგივე ჩამოუხო ეგრე მოსული ხარ რა დამარცხე. ხო, ეხლა რა ხდება რა? ვიდეოს თავარი თემატიკა რა არის? ჩემ პატარა ძმა გაიტროლა, ძმასთან ერთად გაიტროლა კიდე რამოდენიმე ადამიანი, რასაც ვიდეოში ნახავთ. აი ეხლა ამონათდება აქ თუ როგორ გაიტროლა, მოკლედ გიოს მივწერე RS-ის სახელით. SMS-ი. უნდა ტო ნახავენ თვითონ. არ მაქვს მაგის ვიდეო და RS-ის სახელით მივწერე SMS-ი ანონიმურად. შეიქმნა ახალი საიტი, რომელსაც ქვია მიწერე G. ამ საიტის ლინკი აღწერაშია. შეგიძლიათ ამ საიტის გამოყენებით თქვენთვის სასურველ ადამიანს მიწეროთ SMS-ი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. არ შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო სახელები, საფინანსო სახელები, ასევე პოლიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელები. მე უბრალოდ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვიღებდი. დავიღე პასუხისმგებლობა და ამ ვიდეოში რასაც ნახავთ, პასუხისმგებელი მე თვითონ ვარ საკუთარ თავზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საიტზე თუ იგივე SMS-ებს და იგივე სახელებს გამოიყენებთ, საიტის ადმინისტრატორი არ დაგიდასტურებთ, რადგან ეს არის კანონ დარღვევა. მაგრამ შეგიძლიათ სხვანაირადაც იღადავთ რაღაცა იქეთ პატარა კომისარიატი დვიჟენია რაღაცა დვიჟუხაში და მაგას ყველაფერს ნახავთ მოკლედ. ჩაუჯექით ვიდეოს, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გააქტიურეთ ზარიზღილაკი და დაელოდეთ თბილისის ვლოგსაც. Короче, მე ხა ურეკავთ თოთიაშვილსა, ვეუბნებით რომ თითქოს $25,000 მოიგო და ჩაირიცხება YouTube-ისგან და ეხა მივწერე SMS, მოიც ჯერ დაურეკა მოვიდა. რა შვები შეჩემ? მეც არაფერს არ გიოსთან. ბიჭო, რა ზდებ ახალ ვიდეოს? რა ზდებ სტრაიკი მადებს, შეჩება რა უნდა რა. სტრაიკი რატო გადევს? პური სტრაიკი მადებს, იცი? რატო? რა რაღაცა ყლეობებზე რამე მუსიკაზე დაგედო თუ გონკაუბაზე თუ რაზე დაგედო? მუსიკაზე შეჩება სპონსორზე. სპონსორზე რა სპონსორი ყავდა კი მაგრამ? ის გებლინგ საიტი და მოგიჩნდეს ეგრევე ახი. ერთი სტრიმზე ერთი ვიდეოზე. ვაა, და მაგიტო დადე იმაზე? მეორე არხზე. შენც მაგარი კაცი ხარ შე. ანუ გასაჭირში ხარ შეჩემ. როგორ? გასაჭირში ხარ. ბიჭო, არა გასაჭირში რატო ის? გადაჭროლა. ვინ? მეორე არის. ნორთლან? მართლა კი არა, ეგაა შეჩება. ჩემი შემოსავლისალო, ჩემი კარგი მოწ. რამდენ შოულო კი მაგრამ შე. რა სექსი ხარ და. რა? რა? რა მოგწერა? ეხა რა მეჩი მოგუნდა? რა? ეს რა? რა ხდება შეჩემ? ეს ნახე რა ჩემი რა? რა შეჩემ? უყურებო. რა ბიჭო? ეს რა ყლეობა? 25,000 მოიგე? მაგრამ რანაირად სმა? რა ჩემი ყლეობა ეს რა არის? ვიღაცა გეკაიფება შეჩემა. აი YouTube-ია წერია. ნომერი ნახე, აბა ვინ მოგწერა? არა აქვს ნომერი YouTube-ია წერია. რას ყლეობ ხა ვიღაცა გეღადავება უეჭველი შეჩე. ავი დაჩეკე მიწერე საპორტს ვა. რა დავჩეკო შეჩება კიდე სტრაიკი არ გამოდის. შიქო არ გაქვს 25,000 მოიგე და მასე შეხვდი თუ რა შეჩე. მოვიგე არა ჩემი ყლეობა საიდან გამოდის. ბა SMS-ი მოგივიდა შეჩე. არა ბრო ვერ მიწეხალე და კიდია. არხი არ წაგიშალო 25,000-ზე. 25,000 ამბობ უარს ბიჭო? ხო შეჩება აგერა. 25,000 მოიგე YouTube-დან თქო შეჩება და გამოყლე და. ბიჭო, ახალი საიტია რაღაცა მიწერე G, короче რა. და შეგიძლია ეგრე ანონიმურად SMS-ები გააგზავნო. ჯო, გიო გავტროლე ხო იცი 176,750 ლარი გაქვალი სახელმწიფო სიტყვა და გაგიჟდა ძმა ეგრევე იმას მიწერე რა ქვია ბუღალტერს. კაი დაგირეკა მე. короче, ეხლა ვარ ჯამათასთან მოსული სახლში. და მე როგორც ვიცი რაღაცა სესხები აქვს გამოტანილი კრედო ბანკში და კრედო ბანკის სახელით მოწერე რომ თქვენი სესხი დაფარულია და თქვენი ნაშთი შეადგენს $0-ს და 00 თეთრს. ეხლა SMS-ი მივუ დავეცდები ისე გადავიღო რომ ემოციები გაჩვენოთ და თავიც არ დავიწყო რა. SMS-ი მისულა. იმედია მალე ახოს. ჭო კლევდები რა თესლად იღებს. აუ რა თბილა აქვს, ნახე.
ნახე რა თესობაა წინაც. რა ხდება შიში? Ezdan zelizo, თქვენი საკრედიტო დავალიანება დაფარულია, ნაშთი შეადგენს 0-ს. შევდივარ და რამდენიც გადავიტანე იმდენი ნახე. რა დავიხატე? ვერ გავიგე. კაროჩე ნახე. ეს. შევდივარ და იგივე თანხამაკ რამდენიც ქონოდა. რა განვიდა რა. რაო შიში. თუ მოგივიდა ესე იგი განვიდა. ბიჭო ეთყობა? ჩავიცი. ზადო მიღე. არა, მსაც თავს ვიღებ просто. ოჰ! ელაპი, ოჰ! ვაუ! აუ, იმენა, გიჟი ვითხარ, ხო? აუ ეხა მეზარე, თორე ყოველთვის მაიკამაცილო. ფეხბურთის? იმშეს. კორკოტამაშ, კორკოტამ რა. ო, ხოდეშამ აჩუქს. ადიაში ყავს მარცხნივ ბიჭო. ელიამ როზენერო. შეჩემა რა SMS-ი მოგივიდა, ზა, ფული გადაიხადე? რაღაცა გაგინუდაო და არაფერი არ განმეუღებულა. და დეიგრუზე? აჰა. просто ინტერესია. იმიტომ რომ ეგეთი SMS-ი არ მოსულა. მე რამდენიც მეკუთვნის შავთაში გადავიხადე, უბრალოდ მომდენ ჩავუწეს. თამაშის დროს ვერ ვხვდები. გადაო? ჩემი. ურა, სულ არ დაფეხბურთი თუ არა არა. რა ხდება? რა? ეხ სესკიდან რა კნეს ბიჭო? რა სესხიცმა? თიბიშზე თქვენი სესკი დამწიწა. გამოვყალიბდი ჩემი. რამდენიცმა? 25. რა 25? რა 25? მოვაწერე ხელი ჩემი. რა 35,000-მა? საიდან მოგივიდა? თიბიშზე. რა ხდება? თანხა შეიძლება დაიღოთ მივიჩნე ფილიებს. თანხა შეიძლება 25,000. ხელი ხაზი ბროზო ჩემი. არ გავვრეკავ ბიჭო. აბა რა ვქნა ბიჭო? სესხი არ და. -35,000 არ დამეწერა საკაო. არ გამოვყლებდე ხა ბიჭო. რა 20 დამანახე SMS-ი შეჩემ. შეჩემა ლინკის garaში, ყველაფრის garashi, პროსტა თიბის. რას კალეობს? ჩემი თემში ამოსუყურეს. და ნომერი არა? არა. აი მართლა ურეკავ შეჩემ. ისნი რა ცხელი ხარ უშავ. აი არ დაურეკო მე გეღადავები. მართლა მე გეღადავები. რა შენ მეღადავები 23 სექტემბერზე. მე გეღადავები ძმაო. რა? მე გეღადავები. მე შემიძლია ეხა ნებისმიერი SMS გამოგიგზავნო. გაუთიშე ბიჭო. ჩემი. მანა. მართლა ურეკავდი ბიჭო? აბა რა უნდა ხნა ბიჭო სესხის. ო ბებეო. დაიხადე კამერას ამ. შენ? მე? მე მითხარით, მაგრამ რამდენი ხანია კამერასთან არ ყოფილი. ბიჭო, ძალიან დამეოსე ეს კამერა შენს მოვას ვიცო. კაროჩე, ეხა მოვედით ბარბერ შოპში, ბათუმის ფილიალში, რომელიც იმყოფება ყაზბეგის 21 ნომერში, ჭავჭავაძის კვეთაში და ჩემი ბავშვობის ძმაკაცის გატროლობას ვაპირებ. ადრე კაროჩე, ხმა ბავშვობაში 18 წლის გახდა თუ არა პირველი რაც გააკეთა ჩემმა ძმაკაცმა იყო აჭარაბეძე დარეგისტრირდა და ფრისპინები დაარტყა. და მეორე რაც იყო ეს გააკეთა სამოყარებლო რა. ეკაო, დავაი. Yeah, გაიგზავნა SMS-ი. არო გოგამ. хорошо. შენ სოუსები ვაფშე რა გამა. რა, აი შემოწერე? რა? 25 ლედა გიწევ? მე რანაირად მოგწერე. არა, მოგწერე ვერ მივხვდი. მოკვდება ეჩი. ეხლა მივწერე ბარბერს, მაგრამ გასულია და შეიძლება გაგიჟდეს. დიანა დედას გეფიცე. ტელეფონთან არის ნეტა? შამოს იმენა, შამოსაც ვიწერე, მაგრამ შამოს იმენა არცალია, ძმა. შამო იმენა გიჟივითაა, ნახე იმენა. არ ჩერდება მასტი, ძმა. ნომერი მითხარ. ის იმის. რა ხდება ბრატ? ჩავსკაზე. რა? აუ დიანა, დაუთავნა. დიანა. Продолжай. А ты не шаришь по грузински читать? По-грузински. Надо же переводить. 35 тысяч ларнов? Да. Ёбались. Мне 35 тысяч ларнов заплатить, да? Давайте бензин прислал до 15 числа. გადაო ბიჭო. ხო, ჯარი მაქვს. და სად დაჯარიმ? გადაუხტელობის გამო აქვს. Не заплатили? გაცინებს 25,000 ვალი აქ დაიწინისვა. აუ ტიპი გაგიჟდა გააფრინა ძმა. უთხარი დიანა რომ მე ვეღადავები. ნახე ბიჭო, ტიპს აქ 35,000 ვალი და პრობლემა რა აქვს, ნახე რა ხასიათზეა ძმა. Да я ему говорю, переведи. რა კაცია სააღოლჩები. გაგიჟდა. ხო, მამი. რა შვებ შეჩემ? თვალათი ვარ თაგე პოლოზარზე მე დაიგმილია.
ხარა ხო მირო მითხრა ბიჭო რაღაცაზე გიდეკავ კაროჩე და 2 წუთი გააქრო დამიბაზრო კი გისმენთ გახსოვს შენ რომ მებაზრებოდი კაროჩე იმაზე ჯოკერის ჩემპიონატზე ბიჭო მან შენ ერთი მითხარი კაროჩე ესეთი რაღაცა რომ შენებური რაღაცეებიო უნდა ჩაახსოვო და ბიჭო რაღაცეებზე ვიფიქრე ხوازე ხარ მაგრამ რო გითხრა რომ რაღაცა კაი იდეაზე მივედი თქო მოგატყუებ კაროჩე და შენ რამე ნაფიქრები გაქვს ვაფშე მაგაზე ბიჭო ეგრე ნაფიქრები არ მაქვს მე აუგულისხმენ ცი აი პირობითაც მან კი ხوارაო ბიჭო ამის რა ხდება კომისარიატი რანგა ხო ის რა ქვია 15 წლის ხიო 10 საათზე კომისარიატში მოდიეს ისე ხო სწავლობ უნივერსიტეტში ჩი სწავლობ კი არა ბიჭო სწავლობ მუშაობ და ნასამართლები ვარ ისე ხავარ საბუთი გაკეთებული ო დედას მაგან ხადება უშეტანები გავს რა დედის ერთობის რეალურად ამ როგორ გამიწვია მაგიკეტაინი მაგ ყველაფერი საბუთები მოგვარებული მაქვს მიდი მაინც ახლა კომისარიატი ისეთ თემაში მე დეზერტირად რო გამოვაცხადო კი რა адვოკატთან დაურეკა ვაფშე იმას ხო ცოტას დაურეკა ერთი დამძოვში გამოგიერთე შენ როგორ მივიდა რამე არა მე რა უნდა მოსვლოდაში კაი შოთას რაღაც ურეკავ შეშენ ბიჭო ვერ გამიგია შეტანილი მაქვს მაგრამ მოვიდა და მე შოთას კი არ უნდა დაურეკო კომისარიატში უნდა მიხვიდე შეშენ ბიჭო მივარ მაგრამ მართა სამივარ შენო თვალში -4 გაქვს თუ 7 და ვინ უნდა წაგიყვანოს რა გადასმა ნასამართლობა ჯერ არ დამწყებია ხული და ჯერ ნასამართლებია კიდე რა თქმა უნდა -7 კენახე სიტყვები მაგ ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ახლა იმას შეიძლება ტელეფონი შეგნა ჯო სხვა SMS-ები რა მოგივიდა არაფერია ტიბისი გადახტა სმა ოსახევა წაიუგზე აი რა უძმაო ღმერთი შენსკენ და იმედია ბიჭო რა უძმა მე კაი ტიპი ვარ ბიჭო ისე მართლა ისე საინტერესო მე რატო არ მომივიდა და შენ რატო მოგივიდა ზო მირიანმა რა იცის მაგრამ არა იცის მა ის ხელობა ასე ახლა რა ბანოწერია ინოს გავისე რამ გამიშალჩე ხმელს გავისე კომისარიატი მოგუგა გიჟდა შუგიმი მე არ გამიჩერჩები, მაგრამ აი იდეა და ასე გავაჩერჩებ იმის ხო. და ვიუა. ბატა ბავშვი სამგლავა. არ მიგინე იქ იმენა რასეროზულია მირიანი შენ მირეკავ და გავანებე რომ შეიძლება შენ გადაიჩერჩები და მირიანს მივადი. ო ბიჭო ისე ხო მირიანს რატომ მე გირეკავ რაღაცაზე ვაფშე რო არა აი პროსტა გირეკავს მა რაღაცა თემაზე არსაიდან SMS-ი მოგდის კითხულობს მაგრამ იმარა ბიჭო პარალელურად მე რა მომივიდა SMS-ი რა ლაპარაკე ენიოსი ვარ ძმა არი ნერვიულო მე მოგწერე ეგ SMS-ს რაღაც ახალი საიტია კაროჩე და იქიდან შეგიძლია მასე იკაიქო ძმა აი რა შენ აუხსენი ახლა წემოულოცე კი ძმა დაურეკა დავაი ვა ესეც და თუნდაც გაიტროლა კაროჩე ეს კომისარიატი ყველასთან ჭრის ვაფშე რა ყველა ახალგაზრდასთან იმენა კომისარიატი ჭრის და ვინც პატარა ბანკებში ეხება ბანკის დვიჟენიებში და რაღაცეებში მათ ვაფშე ბანკები იმენა ბანკები ხრეტა რასაც ქვია კაროჩე რა ტიპს თუ ერთხელ სესხი ქონდა უეჭველი ბანკით გაეკაიფე და შეიძლება გაგიჟდეს გააფრინოს მოკლედ მეგობრებო რაც ყველაზე მთავარია რა გამოიწერეთ არხი შემდეგი ეპიზოდისთვის ალბათ 5000 ლაიქი ჩემთვის საკმარისი იქნება იმედია მე კარგად მივდივართ ხოშიანად და თანდათან ახლა უფრო გავართულებ სიტუაციას ხოლო სანამ შემდეგი მსხვერპლი იქნება მანამდე გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო